ამაღლებელი ისე როგორც წარმოდგენილი ჟურნალისტების მომისმინებელ მაშინ როცა აშავებთ და დააშავებთ ჩადიოდი მიდებით ადამიანის უფლებების სადარაჯოზე მე ესე არ ვიქნები აბა როგორ იქნება დანაშაული ვით ჩაიდინა დანაშაული ვით ჩაიდინა ეგერ ზის კაპეზეში რა არ ჩავდენია თქვენი მიდი გამოხატა შენი პროტესტი გამოხატა აღუ დახაც გამოხატა თქვენთან ერთადაც და ხელისფერი გამოშეიცვალა მე შეგახსენეთ ამ ამბავს კი მაგიმედით ვიყო ეჭვთა შეგიყავ იგორ ბესელია მაგიმედით იყავიო ასეთი პოლიტიზებული უნდა იყოს ისა პოლიციელი მაგიმედით იყავითო რომ მეუბნებით ასეთი პოლიტიზებული უნდა იყოს მე ყოველთვის გამომიხატავს პოზიცია არასდროს ვინმეს ქვეშ არ ყოფილვარ და ეხაც გამოვხატავ გელა რა უნდა და რას ამბობდა რა მოიწოვე ასკი დანაშაული გაჩერდი გელა და უცხარით რომ დანაშაულის პროვოკაცია მოუწყეს მზია ამაღლობეს და ეხლა ეს ჩვენი კოლეგა არის დატყვევებული რუსული რეჟიმის მიერ ეგ არის ადამიანი დიდი ხანია ჩვენ ჟურნალისტები ვართ და კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში ქართული ოცნება 9 წლიან სისხლს თუ რაღაცეებს რო ეძახის იმათ თავისი დაღი დაასვეს თავის მმართველობას და უამრავი დანაშაული შეიძლება ჩაიდინეს და ჩაიდინეს მაგრამ ეს ადამიანი იყო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში ბრიფინგებზე სპიკერად რომ იდგა და ყველა იმ დანაშაულზე აცხადებდა პრეს-რელიზებს კითხულობდა ხოლმე და მშვენივრად არის პორტირებული ეხლა რუსული რეჟიმის პირობებში პოლიციის ხელმძღვანელი პირად და ჩვენს კოლეგას რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ასლან აბაშიძიდან დაწყებული შევარდნაძის გაგრძელებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ახლაც ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას და დემოკრატიას ავითარებს ამ ქვეყანაში და ყველა დაჩაგრულ ადამიანს იცავს აგდებენ ციხეში და იმდენად პოლიტიზებულია ეს პირი თან ხელისუფლება რომ შეიცვლება ამას შეგახსენებთ მე და მაგიმედით იყავიო ამას უნდა ამბობდეს პოლიციის ხელმძღვანელი პირი აჭარის პოლიციის გია ბესელიაზეა საუბარი ხო ბესელია ხო გრიგოლ ბესელია სახით მახსოვს ადამიანი მაგას რა დამავიწყებს ყველა მონოპოლიზებული მაშინ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველა მონოპოლიზებული ტელეეკრანის იმაზე ტრიბუნასთან ეგ იდგა და ყველა ეგ ახმოვანებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სპეცოპერაციას თან იცით როგორ სპეცოპერაციებს წინასწარ ურეკავდნენ ოპერატორებს და რო დაყავდათ ხოლმე და ხელოვნურად რო ატარებდა მიშას პოლიცია სპეცოპერაციებს და რო ხოცავდნენ ადამიანებს მაშინაც ეგ ახმოვანებდა და ეხლა ჩვენი უდანაშაული კოლეგა ყავს დაჭერილი არავის ეგონოსო ვინმეს რამე გვავიწყდება და ვართ ადამიანები ჯერ კიდე და ბოლო ამას უთქვამდა ვიბრძოლებს რომლებიც არასდროს არც ერთი პარტიული რეჟიმის სახურები არ ყოფილვართ დიახ ვართ ასეთი ჟურნალისტები ამ ქვეყანაში ჩვენი კოლეგები და ყოველთვის ვილაპარაკებთ იმას და მზია უნდა გათავისუფლდეს მადლობა